დაზარალებული კახელები დაპირების შესრულებას ითხოვენ. ხმაური იყო დღეს გამგეობებთან, სადაც მოსახლეობა მას შემდეგ მივიდა, რაც ბენეფიციართა სიაში საკუთარი გვარი ვერ აღმოაჩინა. დღის ბოლოს განმარტებების გაკეთება კომპენსაციის გაცემის პროცესზე რეგიონალური განვითარების სამინისტროს მოუხდა. მოსახლეობა თელავის გამგეობასთან დღის პირველი საათისთვის მივიდა. უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულ ბანკის ოფისში გამოკვლულ სიებში დაზარალებულების ნაწილმა საკუთარი თავი ვერ იყო. ჩვენოთნების ხალხს იბდებოდა, რომ უნდა მოეცათ თანხა გამაჭირებულა და არა ისაც აღარ არის. როცა რომ არჩევნები უნდა ყოფილიყო, ვიცოდით რომ საშუალო დახმარება უნდა მოეცათ 4700 ლარი. ველოდებოდით დღემდე მთელი ეს გლეხი ხალხი რომ 4700 ავიღებდით და ეხლა სავარაუდოდ ესე ჩანს რომ 1000 ლარიც მეტი მოუწიათ. ბოლო პასუხი ეს არის გამგეობიდან. მოგვიანებით მოსახლეობასთან სოფელ ვარდისუბნის გამგებლის მოადგილე მივიდა და ვითარებაში გარკვევას შეეცადა. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი ვარდისუბნელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სოფლენახი არ მარტო იმათ მიეცემათ კომპენსაციაო და მე ვენახი არ მაქვს, მაგრამ 400 ძირპანი გონქონა დარგული სუნთელი გამიფუჭა. ამ თავრობამ ხო ივანიშვილმა რასაც ხალხს შეჰპირდა, სად წაიღო თავის დანაპირები. აი მაგიტომ გაიმარჯვა მაგან, მაგიტომ მიეცა მაგას ის ხმები. აქ ვარ ჩვენ, აგერ არის ხალხი. მე ვთხოვე რომ მობრძანებულიყვნენ აქ ყველას და გავცეთ პასუხი თუ იმას რამე პრობლემა აქვს და რაღაც გაურკვევლობაა, როგორც ვთქვათ, ეს არის მართული პროცესი, არარეალურ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს ხალხი. კომპენსაციებს ითხოვდნენ დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორშიც. ადგილობრივები ახლად დანიშნული სოფლის რწმუნებულის გადადგომასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით გიორგი ჭინჭარაულმა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სიები მისი მითითებით შეადგენინა. მოხდა ეს სიების გაკეთება შერჩევით. ბევრი ისე არის დამჭალი და სახში მსაჯული გზა არ არის. 160 კაცი ყოფს ამ სიებით გადაცემული. შეიძლება მოხდა შემთხვევა დამოგჩოთ ერთეულები, ესაც პროცენტულად იქნება 3. სიებთან დაკავშირებით დღის ბოლოს განმარტება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში გააკეთეს. მათი განმარტებით მონაცემების დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ კომპენსაციას ის მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ, რომელსაც წინამთავრობის დროს ზარალის დასაფარად სრული თანხა უკვე გადაეცათ. ეს არის ინდივიდუალური. აქ არ არსებობს სტანდარტი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მიიღო X პიროვნება, X პიროვნება შეიძლება მიიღოს 12000, Y პიროვნება შეიძლება მიიღოს 200 ლარი. ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელსაც ფონდი ქართულ ახორციელებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში კონკრეტული სტიქიის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ზარალის სრულად ანაზღაურების ამოცანა არის დასმული. კომპენსაციების დარიგება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დღეიდან დაიწყო. თანხების გაცემა 28000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახისთვის ეტაპობრივად მოხდება. 3700 ლარი, რა თქმა უნდა, გმაყოფილი ვარ. სულ არ მოეცათ, ის მოვედავებოდი. სიები გამოკრული არის ბანკი ქართულს შემოსასვლელში, სადაც შეუძლიათ მოსახლეობას ნახოს თავიანთი გვარები, იმის დამიხილებით რომ სიაში ფიფობის თავის სახელს შემოვა ბანკში აიღებს თანხას. თანხების გაცემა სავარაუდოდ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სიები კი რომლის მიხედვითაც კომპენსაციები გაიცემა, ბანკ ქართულს ოფისებთან ყოველდღიურად განახლდება.